შემდეგი მონაწილე მერი გელაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა თავი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ გადაწყვეტეთ რომ მოსულიყავით ჩვენს გადაცემაში. ჩვენს ანკეტას 59 წლის ბრძანდებით. დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობთ, ანუ იუმორში დაბადებიდან ალბათ. დაბადებიდან წერთ? არ წერთ. თუ იმახსოვთ. ჩემი ძმაც იუმორისტი იყო. ეხლა დაღუპული მყავს ქუთაისში გიძო გაკაურიდესთან მუშაობდა. და ოჯახით ესე. იუმორმა მომიყვანა დღემდე, თორე ჩემი ბალახი იქნებოდა ჩემს ახლავს. კარგი, სასიამოვნო, ძალიან რომ გვესტუმრეთ, მე წარმატებები მინდა გისურვოთ, თუ გივანოს სამე და სამატებები. რა შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. იმედი არ ინერვიულებთ. არა. გავუტონო მერი, წესები ხომ არ შეგახსენოთ? ვიცით, ძალიან კარგი, მაშინ წარმატებები. 3 2 1 ხუთი ძმა მოდის მანქანით სვანები და მეგრელი მიდის ერთი და დაეჯახა მანქანას და დაამტრია ეს მანქანა. გადმოხდა ეს ხუთივე სვანი. მეგრელმა უთხრა თქვენ ხუთნი ხართ, მე ერთი ვარ, რა ვქნა უთხრა და ერთი ჭკვიანი სვანი გამოდგა და რაღაცა მოითაქფირეს ეს გურო და ვახო შენსკენ იქნება უთხრა და დაწყეს ეს სვანი. ციხეში გურულ მეგრელი შედის და უთხრეს, ბიჭო, თავიდან ვარ დაისვაო თავზე არავინო თორე. მერე ვარგიშვილის არაფელიო. შევიდა შიგნით და აბა გამარჯობათ. ყველას უთხრა გამარჯობა და ერთი ძის კუთხეში. შენ რატო არ ადექი უთხრა. მე ქათამი ვარ. ხო და დღეიდან მთავარი ქათამი მე ვიქნები აქო. ტატიანა დეიდა იყო მასწავლებელი ინგლისურის. და ამის მოსწავლის მამასთან რომანი ქონდა და უთხრა ადექიო შეამოწყვეტილო და თქვიო ინდიტანტალ დეი ბოქს. ეს ქართულად როგორ ამ ტატიანა დეიდა. მელია ზის გალია. როგორ არ მიყვარს ამ ღილაკს რომ ვაჭერ ხელს, მაგრამ რა ვქნა, სამწუხაროდ ერთი წუთი ამოიწურა. გისმენთ? ეს ხმა ძალიან არ მომწონს. მეც არ მომწონს ეს ხმა ძალიან. ესე არ მიყვარს აი ეს დამპალი ხელი რომ მიდის, აი დამპალ ღილაკს. მართლა არ არის ისე რომ აი ყველას გონია რომ ჩვენ ვართ განწყობილი იმისთვის რომ არ მოიგოს ადამიანი რომ პირიქით მე ვარ ყოველთვის ისე განწყობილი რომ ჩვენგან მოგებული წავიდეს ადამიანი რომ ხელმეორთაც გაუჩნდეს სული. ეს უბრალოდ ხუმრობთ იმიტომ რომ ვითომ ეს არის ჩვენი ხელფასი და ესე არ არის. მაგრამ აქაც იგივენაირად ცოტა მე მგონი ღელავდით ქალბატონო. შეიძლება. ნერვიულობდით იმიტომ რომ არსებობს რაღაც ხუმრობები, რომელსაც განსაკუთრებული თამაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა და ამიტომ პირდაპირ წინადადებით რომ ამბობთ, შეიძლება არ იყოს ასე თუ რა თქმა უნდა რაღაცა მსახიობურ ნიცას ჩართავთ, რა თქმა უნდა, მე ხდება ეს უკვე სასაცილო ხდებით ასე. თუ აი ეს მინდა განვაცხადო. ულმესი მადლობა მოგზაურობისთვის გაბატონებელს.